ალბათ ჩვენთვისაც უთქვამთ, რომ თუ ახალ დაბანილი სველი თმით გარეთ გახვალ, ავტომატურად გაცივდები, მაგრამ ეს მითია. შეიძლება სველი თმით ქარში სიარულისას დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ გაციებასა და გრიპს ვირუსები იწვევს. თუ შენს ორგანიზმში ვირუსი არ მოხვდა, ვერც ქარი დაგაინფიცირებს და ვერც სიცივე. ცივამინდში ადამიანები ხშირად დახურულ სივრცეებში იყრიან თავს, რაც ვირუსის გავრცელებას ამარტივებს. მითი სიცივეში ინფიცირების შესახებ სწორედ აქედან მოდის. იცოდი, რომ თუ დღეში 30 წუთი მაინც ივლი ფეხით, თავისთავად შეამცირებ 10-ზე მეტი დაავადებით ინფიცირების, მათ შორის კიბოს განვითარების რისკს. მეცნიერული კვლევები დასტურდება, რომ ფეხით რეგულარულად სიარული ამცირებს სარძევე ჯირკულებისა და საკვერცხის კიბოს რისკს. ის, ვინც რეგულარულად დადის ფეხით, საშუალოდ 20-30%-ით ამცირებს გულის დაავადებების ალბათობას, მათ შორის ინფარქტისა და გულის უკმარისობის რისკს. ფეხით სიარული არეგულირებს წნევას, აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას. დადებითი გავლენა აქვს ძვლების სიმკვრივეზე, ამცირებს სტრესსა და შფოთვას. ასე რომ, თუ სიცოცხლის გახანგრძლივება და ჯანსაღი ჩვევების შეძენა გსურს, ფეხით სიარული დღესვე დაიწყე. თუ მიზნებს ჩამოწერ, 40%-ით გაიზრდება შანსი, რომ მათ მართლაც მიაღწევ, ასე ამბობენ მეცნიერები. როცა მიზანს წერილობით აყალიბებ, ტვინი უკეთესად აცნობიერებს ზუსტად რა გინდა და იწყებს იმ შესაძლებლობების აქმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი. ანუ ფოკუსირებული ხდება. იზრდება პასუხისგებლობის შეგრძნებაც. დაწელილი მიზანი ერთგვარი ხელშეკრულებაა საკუთარ თავთან და ეს მოტივაციასაც აძლიერებს. დაწელილ მიზანს შენდაუნებურად შლი ქვეპუნქტებად. თუ ამ ქვეპუნქტებსაც ფურცელზე ჩამოწერ და მათ შესრულების შემდეგ მონიშნავ, შენი ტვინი დოპამინის გამოყოფას დაიწყებს. გაჩნდება ეფექტი, რომ პროგრესი გაქვს, რადგან რაღაც უკვე გააკეთე. მეცნიერები გვირჩევენ, რომ დაძინებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე ტელეფონები გადავდოთ. ტელეფონის ეკრანი ლურჯ სინათლეს ასხივებს, რაც ტვინს აძლევს სიგნალს, რომ ჯერ ისევ დღეა. ეს ხელს უშლის ძილის ჰორმონის, მელატონინის გამოყოფას, რაც ართულებს ჩაძინებას. ცოცხლების შეტყობინებები, ვიდეოები და თამაშები ტვინს აქტიურ პოზიციაში ამყოფებს. რთულდება დამშვიდება და მოდუნება. ძილის წინ დიდი ინფორმაციული ნაკადის მიღება ზრდის შფოთვას და ემოციურ სტრესს, განსაკუთრებით ნეგატიური სიახლეები. და თუ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს შეწყვეტ ტელეფონის მოხმარებას, ტვინი დაიმახსოვრებს, რომ ამას უნდა მოყვეს ძილი. ეს კი შენს ბიორიტმს გააუმჯობესებს და გაღვიძებაც გაგიადვილდება.